რატომ არ უნდა გამოვიყენოთ წონის დასაკლებად შიმშილი და ძალიან მკაცრი დიეტები? ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მაგრამ მოდი სამთავარ მიზეზს გეტყვი და ეგრევე ყველაფერს მიხვდები. პირველ რიგში, როცა შენ ძალიან შიმშილობ, ორგანიზმი ხვდება, რომ საჭირო რაოდენობის კალორიებს და ენერგიას ვეღარ აწვდი და ბუნებრივად იწყებს შენელებას ამ კალორიების ხარჯვის. ანუ ყოველ დღე ანელებს მეტაბოლიზმს, რომ შენ ვერ აწვდი საჭირო ენერგიებს და ის ამას ხვდება და გეხმარება ამით. ასევე ორგანიზმი იწყებს ცხიმის გროვებას, იმიტომ ცხიმი არის ენერგიის სარეზერვო წყარო და შენ როცა რაღაცას ჭამ, ორგანიზმი ხვდება, რომ დიდი ხანი ვერ ჭამე, ძალიან მშიერი იყავი და მოდი ახლა ფიქრობს, ამ ნაჭამს გადავიტან ცხიმში, რომ ვაი და ამან კიდევ ვერ იშოვოს, ასე ვთქვათ, ენერგია ჩემთვის მე მქონდეს ენერგიის სარეზერვო წყარო. და რაც თავარია, შიმშილი არის ორგანიზმისთვის ძალიან ძლიერი სტრესი, მაგ დროს გამომუშავდება სტრესის ჰორმონები და ის მართლა ცხიმის სვას და ყველანაირ პროცესებს აფერხებს. კარგი პროცესები ვეღარ წავა შენს ორგანიზმში, ამიტომ გირჩევ, შეეშვი შიმშილს, დააბალანსე შენი კვება, იკვებე ჯანსაღი პროდუქტებით და ყველაფერი ხუთიანზე იქნება.